რომ ევროპის ქვეყნები სერიოზულად ზრდიან სამხედრო ბიუჯეტს და უფრო მეტ რესურსებს დებენ საკუთარი არმიების გადაიარაღებაში. აქამდე თუ ეს უბრალო საუბრები იყო, ახლა აშკარა პროგრესით შეიმჩნევა. თანაც საუბარია არა მხოლოდ დიდ და ძლიერ ქვეყნებზე, არამედ პატარა სახელმწიფოებზეც, რაც ჩემი აზრით მისასალმებელი არის. მე ვფიქრობ, რომ მშვიდობის ერთ-ერთი გარანტია არის ძალთა ბალანსიც. არც ერთ სუსტ ქვეყანას მასზე ძლიერი სახელმწიფო პატივს არ სცემს. დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკამ გერმანიაში ქალაქ გრაფენვიორის ბაზაზე, სადაც ამერიკის არმიის საველე არტილერიის 51 ბრიგადაა განთავსებული, დამატებით 321 პოლკის მესამე საველე არტილერიის ბატალიონი გადაისროლა. ისინი შეიარაღებული არიან ჰაიმარსებით, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 150 კილომეტრამდე შეუძლიათ. შემდეგი არის ლიეტუვა, რომელმაც გერმანიასთან უმსხვილეს კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით უახლეს 44 წალ ლეოპარდ 2 არ-800 შეიძენს. ამით შექმნიან სატანკო ბატალიონს. ასევე 800 მილიონი ევროთი გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს. პოლონეთმა სამხრეთ კორეიდან 84 K2 შავი პანტერა მიიღო, ასევე 96 ცალს 2025 წლის ბოლომდე მიიღებს. იგეგმება თვითმავალი артиლერიის მოწყობილობის, კაცხრა თანდერის და 2000-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ჰომარკ K-ის შესყიდვა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო არის პოლონეთი. ყოველ შემთხვევაში ბურცელზე ასე გამოიყურება. მეტიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მდგომარეობით ევროპის ტოპ 3 არმიას შორის ერთ-ერთი იქნება პოლონეთი. სხვათა შორის დიდი ხანია ვამბობ, რომ სამხრეთ კორეული წარმოების ტანკი K2 საკმაოდ სერიოზული ტექნიკა არის. თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და იმ არმიებისთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მობილურობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, საუკეთესო გამოსავალი არის. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფასით შესაბამისი აქვს საექსპორტო ვარიანტები ღირს 10-12 მილიონი დოლარი. როცა ამ დროს პირობითად უკვე კარგად გამოცდილი ლეოპარდ 2 A6 ღირს სადღაც 6-8 მილიონი დოლარი. თუმცა K2-ს არ აქვს ჯერ მთავარი, არ არის დატესტილი რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, რაც პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია. ასევე პოლონეთმა 3 სტრატეგიული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9B Skyguardian, 250 უახლესი ამერიკული წარმოების აბრამსი M1A2 და 32 მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-35 მიიღო. საბერძნეთი კი ებრაული ელბით სისტემისგან შეიძენს 38 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს პულსებს. ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც მასშტაბური კონფლიქტის საფრთხე მინიმიზირდა, ძირითადად ყველა ქვეყანამ 1-2 გამონაკლისის გარდა დაიწყო სამხედრო ბიუჯეტის შემცირება. ერთი შეხედვით ლოგიკურიც იყო, ხო, იმიტომ რომ რატომ უნდა შეინახო ყველაზე ძვირადღირებული მიმართულება, როდესაც შეგიძლია იგივე ფინანსები მიმართო სხვა სფეროზე, მაგალითად, საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასე გააკეთეს ევროპის ქვეყნებმა. მათი მთავარი სწორება იყო საზოგადოება, განათლება, სამუშაო